მოგესალმებით კოლეგებო, დამსწრე საზოგადოებას, კვორუმი გვაქვს, ამიტომ კომიტეტის სხდომას გახსნილად ვაცხადებ. დღის წესრიგში გვაქვს ორი საკითხი, გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. დიდი მადლობა. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ და პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. მოხსენებელი გახლავთ თამარ ყვამიჩავა, საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე. გთხოვთ, ქალბატონო თამარ. ბატონო? ერთიანად ჯობია, დიახ და მე შეკითხვები რაც იქნება. მოგესალმებით, ბატონო თავმჯდომარე, კომიტეტის წევრებო, პარლამენტის წევრებო, ყველას მოგესალმებით. პირველი მოსმენით განსახილველად წარმოგიდგენთ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო პაკეტს ზოგადი განათლების შესახებ, კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ასევე პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. საქართველოს კანონის პროექტები და შესაბამისად გსურს, ასე ვთქვათ, მოგახსენოთ შემდეგი ცვლილებების თაობაზე, რაც შეიძლება რომ გახორციელდეს ამ მიმართულებით. პირველ რიგში ეს ეხება საშუალო პროფესიულ განათლებას, საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ასე ვთქვათ, დაძლევის შედეგად, სადაც არის ინტეგრირებული სწავლება შეთავაზებული კონკრეტულ სკოლებში, დღეს არსებული საკანონმდებლო რედაქციით გაიცემა მხოლოდ დიპლომი და ცვლილების შედეგად გსურს რომ დიპლომთან ერთად საშუალო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, ანუ ატესტატიც იყოს გაცემული. შემდეგი საკითხი ეხება, ასე ვთქვათ, მასწავლებლების და სპეციალური მასწავლებლების მომზადების პროგრამას. გაჩნდა და გაჩნდება ამ ცვლილებით დამატებითი შესაძლებლობა, როგორც მასწავლებლის, ასევე სპეციალური მასწავლებლის დასაქმების კუთხით, იმ პირებისათვის, რომლებსაც აქვთ 60 კრედიტიანი, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო საფეხურზე დაძლეული აღნიშნული პროგრამა, მოპოვებული აქვთ შესაბამისი სერტიფიკატი და ეს უკვე მათ აძლევთ შესაძლებლობას რომ ყოველგვარი დამატებითი გამოცდის ჩაბარების გარეშე, ასე ვთქვათ, შესაძლებელი გახდეს მათთვის მასწავლებლად სკოლაში შესვლა. შემდეგი საკითხი, რაც გვაქვს წარმოდგენილი, ეს ეხება დირექტორის მოადგილის, ასევე მოადგილების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს, რაც ასე ვთქვათ, დაკავშირებულია იმასთან, რომ ახალი არჩეული დირექტორის ან მისი მოვალეობის შემსრულებლის დამტკიცების შემთხვევაში ავტომატურად უკვე, ასე ვთქვათ, დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს შეუწყდება უფლებამოსილება იმ შემთხვევაში, თუ კი ახლად არჩეული დირექტორი ან მოვალეობის შემსრულებელი, ასე ვთქვათ, მართვის ერთიან საინფორმაციო ბაზაში, სისტემაში იქნება რეგისტრირებული. ანუ რეგისტრაცია, ავტომატური რეგისტრაცია უკვე აჩერებს მათი უფლებამოსილების ვადას. შემდეგი საკითხი ეხება იგი იმ პირებს, რომლებიც 2024-2025 სასწავლო წლებში ექსტერნატის წესით დაძლევენ, ასე ვთქვათ, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის მე-9 კლასისათვის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ, ასე ვთქვათ, მიღწევის დონეს და მათი ასაკი შეესაბამება, ან შეიძლება აღემატებოდეს კიდევაც 2024-2025 სასწავლო წლებში მე-10 კლასეთა ასაკობრივ კატეგორიას. ანუ ესენი არიან შედარებით უფრო გვიან, ასე ვთქვათ, ჩარიცხული პირები და 2024 და 2025 სასწავლო წლიდან მათ უკვე ექნებათ შესაძლებლობა ჩვეულებრივად, ასე ვთქვათ, მიიღონ ატესტატი ამ გამოცდის ჩაბარების შედეგად, ან დავუშვათ გააგრძელონ სწავლა მე-10, მე-11 კლასების გათვალისწინებით. რაც შეეხება, ასე ვთქვათ, პროფესიული განათლების აღიარების წესს, ამ ცვლილებით, საკანონმდებლო ცვლილებით, გაჩნდება ერთგვარი საკანონმდებლო საფუძველი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ პროფესიული განათლების აღიარების, ასე ვთქვათ, წესთან დაკავშირებით ერთგვარი მიდგომა ჩამოყალიბდეს და ასევე პროფესიული განათლების, ასე ვთქვათ, მასწავლებლის მომზადების პროგრამის შემუშავებისათვის რაღაცა გარკვეული ნაბიჯები გადაიდგას. დღეს არსებული საკანონმდებლო რედაქციით გარკვეული სტანდარტები
სტანდარტები არის უკვე შემუშავებული და ამ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია აღნიშნულის გახორციელება. შემდეგი საკითხი ეხება პირებს, რომლებსაც აქამდე ვალდებულება ჰქონდათ, რომ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის შემთხვევაში, ჩარიცხვიდან 3 თვის განმავლობაში წარმოედგინათ, ასე ვთქვათ, როგორც საბაზო ზოგადი განათლების, ასევე ასე ვთქვათ, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მათ შორის ამ დოკუმენტთან გათანაბრებული სხვა, ასე ვთქვათ, განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი, მაგრამ საკანონმდებლო ცვლილებით მათ ამის ვალდებულება აღარ ექნებათ რეალურად, იქიდან გამომდინარე, თუ კი მათი, ასე ვთქვათ, სწავლის შედეგები ასახული იქნება პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში. ანუ ავტომატურად მათ ამის ვალდებულება აღარ ექნებათ, მოგეხსენებათ, რომ პროფესიულ, ასე ვთქვათ, პროგრამებს ახორციელებენ, ხორციელდება როგორც სკოლებში, პროფესიულ სასწავლებლებში, ასევე უმაღლეს სასწავლებლებში და შესაბამისად ამ დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება აღნიშნულ პირებს უკვე აღარ ექნებათ. შემდეგი ცვლილება ეხება ძირითადად არის ტექნიკური ხასიათის ცვლილება, რომელიც ეხება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ასე ვთქვათ, განათლების სამინისტროებს, აქ ტერმინის დაზუსტება ხდება და შესაბამისად გვექნება აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებში განათლების სფეროს უფლებამოსილი შესაბამისი სამინისტროთა დასახელებები. ესეც იქიდან გამომდინარე, რომ კანონში, ასე ვთქვათ, გარკვეული სამინისტროს სახელწოდების ცვლილებიდან გამომდინარე, თუ კი, ასე ვთქვათ, ამისი საჭიროება დადგება, რეალურად ეს უკვე აღარ გამოიწვევს აფხაზეთის და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შესაბამისი სამინისტროების დასახელებების შეცვლას და გვექნება კონკრეტული ფორმულირების წარმოდგენილი ზოგადი სახელწოდება. შემდეგი, ასე ვთქვათ, აი ეს ზემოხსენებული საკანონმდებლო პაკეტები და ასე ვთქვათ, ინიცირება იმ ცვლილებების დღის წესრიგში აყენებს კიდევ ერთ საკითხს, ეს არის ერთი ცვლილების შეტანის საკითხს, რომელიც პროფესიული განათლების მიმართულებით შეიძლება რომ კანონში გახორციელდეს, ეს ეხება ინტეგრირებულ პროფესიულ პროგრამებზე სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის, ასე ვთქვათ, მიღებას. აქ ძირითადად არის გათვალისწინებული სპეციალური საჭიროების მქონე ის სტუდენტები, რომლებიც ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით ახორციელებენ, ასე ვთქვათ, სწავლას. შესაბამისად, თუ მაგალითად მათ ვერ დაძლიეს პროფესიულ სასწავლებელში ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული რომელიმე მოდული, ან დაძლიეს თუნდაც ერთი მოდული მაინც, მათ, ასე ვთქვათ, პროფესიული კუთხით მიეცემათ ამისი დამადასტურებელი საბუთი, სერტიფიკატი, მაგრამ ამავე დროს მიიღებენ ისინი, ასე ვთქვათ, შესაბამისი განათლების დამადასტურებელ ატესტატს. ეს არის სულ დღეს წარმოდგენილი ის ცვლილებები, ის შემოთავაზებები, რაც გვაქვს ჩვენ ამ მიმართულებით, როგორც ზოგადი განათლების კანონში, ასევე პროფესიული განათლების კანონში, რაც შეიძლება რომ გახორციელდეს. მადლობთ ხალბატონო თამარ, კითხვები ხალბატონი ნინო, ირაკლი. მოგესალმებით, მადლობა წარმოდგენილი ცვლილებების დეტალურად განხილვისთვის. ჩემი კითხვა ეხება ინტეგრირებულ პროგრამას სკოლებში. პროფესიული სწავლების ეს ინტეგრირებული პროგრამა ნამდვილად ძალიან ეფექტურია, რაც ამ ეტაპზე ვნახეთ და პირადადაც გარკვეული შეხება მქონდა იმ მოსწავლეებთან, ვინც ამ პროგრამაში არიან ჩართული და მადლობა ამ ინიციატივისთვის. თუმცა ერთ-ერთ შეხვედრაზე, სწორედ სკოლაში, სადაც ინტეგრირებული პროგრამა მიმდინარეობდა, ზუსტად ეს საკითხი დააყენეს დიპლომთან და ატესტატთან დაკავშირებული და კარგია, რომ ამას ახლა აღმოფხრით. თუმცა კითხვა ეხება შემდეგს. როდესაც ამ ინტეგრირებულ პროგრამას იღებდით, მთლიანი პრინციპიც ამაზე იყო, რომ მოსწავლეს უნდა ქონოდა სკოლის დამთავრების დოკუმენტიც და მათ შორის პროფესიული სასწავლებლის დოკუმენტიც. რატომ თავის დროზე ვერ გაითვალისწინეთ და რატო გახდა საჭირო ის, რომ მოგვიანებით პრობლემა წარმოქმნილიყო, რომ ესეთი ელემენტარული რაღაც გათვალისწინებულიყო? ანუ აქ ახლა საუბარი არის, რომ ეს პროგრამა მუშაობს 20 სკოლაში, ხო? როგორც აქ იქნა აღნიშნული. რა პერსპექტივა აქვს დაახლოებით და რა ტემპით შეიძლება ჩვენ, ასე ვთქვათ, შეიძლება ზუსტი ციფრები ვერ ვთქვათ, მაგრამ დაახლოებით ტენდენცია როგორი არის, რომ ეს ამ ტიპის სწავლება გავრცელდეს.
და მნიშვნელოვანია ისიც ალბათ რა თქმა უნდა რეგიონის სპეციფიკაც არის ხოლმე გათვალისწინებული და კადრების საკითხი როგორი არის. ანუ ის პედაგოგი, ის მასწავლებელი, რომელმაც შესაბამისი სპეციალობა უნდა შეასწავლოს. ვინაიდან ამ თემაზე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, იგივე თემის გაგრძელებას, რომ ჩვენ გვაქვს პროფესიული სასწავლებლები, რა თქმა უნდა, ზოგ რაიონში და ხომ როგორი კვეთა ექნება სკოლებს და პროფესიულ სასწავლებლებს ადგილზე და ხომ არ ექნებათ მათ რაღაცა ისეთი ერთნაირი საგნები, რომლებიც შეიძლება უკვე ამოვიღოთ მერე პროფესიული სასწავლებლიდან და გადავიტანოთ მთლიანად სკოლაში და აი ესე ამ მიმართულებით როგორი ურთიერთობა იქნება ამ ორ უწყებას შორის. ქალბატონთან ერთი შეკითხვა მაინც ეს საზოგადოებისთვის საინტერესო აქტუალური საკითხია, ბუნებრივია და ჩვენი შრომის ბაზრისათვის ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ პროფესიული განათლების განვითარება. ანუ პროფესიული სასწავლებელი და ამ შემთხვევაში სკოლასთან ინტეგრირებული პროფესიული სწავლება რამე წინააღმდეგობაში ხო არ მოვა ერთმანეთთან, ანუ რაღაც წავიდე პროფესიულ სასწავლებელში თუ სკოლაშიც იგივე მექნება. აი აქ რაიმე შეუსაბამობა ან რაღაცა ხო არ არის ისეთი, რაც შეიძლება განვიმარტოთ თუ არის ესეთი, თუ არ არის გასაგებია. სწორედ ძალიან სპეციალობები ალბათ სკოლას ყველა სპეციალობები ექნება თუ როგორც პროფესიულ სასწავლებელს თუ როგორ იქნება ის განსაზღვრული. დაუშვათ თუ სკოლაში აიღო დიპლომი პროფესიულში შემდგომისათვის რატო გააგრძელებს სწავლას და რა მიმართულება ექნება და რა აზრი ექნება დაუშვათ პროფესიული სასწავლებლების არსებობას. მადლობა. ქალბატონ თამარ, რამდენადაც ვიცი განათლების სამინისტრო წელს კიდევ აპირებს დაახლოებით 50-მდე სკოლის დამატებას და ამ მიმართულებით თუ არის რამე უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადადგმული და იცრას ქალბატონი ინომაც იკითხა, რადგან კანონს ალბათ მოვასწრებთ და საგაზაფხულოზე მივიღებთ, უკვე ვისაც ეს პრობლემა შეისაძლოა რომ შექმნოდა, მათაც დაურეგულირდებათ ეს საკითხი, ხო ამის დაგზრდება მინდოთ. მადლობა. პირდაპირ შეიძლება მოგესალმებით. შეიძლება პირდაპირ თქვენ მიერ წარმოდგენილ საკითხებთან კავშირში არ იყოს ეს, მაგრამ წინა კომიტეტის ხდომაზეც გავაჟღერე ეს საკითხი და სადაც მაქვს შესაძლებლობა ყველგან დავაფიქსირებ ამ პოზიციას. სახელმწიფოს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი დიდი ფინანსური და მატერიალური რესურსი ჩადებული პროფესიული სასწავლებლის შექმნის პროცესში და ჩვენ ამ გერმანულ მოდელზე, ეგრეთ წოდებულ დუალური მოდელის დანერგვის ეტაპზე ვართ. აქ მოსაზრების დონეზე ვამბობ, რომ შრომის ბაზრის გამოწვევებიდან გამომდინარე ერთ-ერთი ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება იმისათვის, რომ პროფესიულ სასწავლებლებში დაინტერესებული პირების და ნაკადები იყოს უზრუნველყოფილი. აქ ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რომ საკვალიფიკაციო მოთხოვნა დასაქმებულებისათვის იყოს ისეთ პროფესიებზე, რომელსაც თავაზობს პროფესიული სასწავლებლები, სახელმწიფო პროფესია იქნება ეს თუ სხვა, იყოს უზრუნველყოფილი საკვალიფიკაციო დონეზე. დამსაქმებელს ალბათ შეიძლება შრომის კოდექსში იყოს საჭირო ამ ცვლილებების განხორციელება, დამსაქმებელი იყოს ვალდებული დაასაქმოს მხოლოდ ისეთი კანდიდატი, რომელიც აკრედიტირებული, ლიცენზირებული პროფესიული სასწავლებლებიდან მოიტანს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტს. ეს ერთი და ბევრი პროფესიული სასწავლებელი არის ასევე უმაღლეს სასწავლებლებში ინტეგრირებული და ამ საკითხზეც ფიქრობ მნიშვნელოვანი იქნება, არ ვიცი რა ფორმით, რა დოზით, მაგრამ იმისათვის რომ აი ამხელა რესურსია ჩადებული პროფესიულ სასწავლებლებში, რომ მოვიზიდოთ, დავაინტერესოთ ახალგაზრდები, ეს ძალიან კარგი ინიციატივა არის აქ მათ შორის პროფორიენტაციისთვისაც სკოლებში არსებული ეს ინტეგრირებული პროფესიული სასწავლებლები, მაგრამ იმისათვის რომ მოთხოვნა გაჩნდეს, ერთგვარი სავალდებულოობა რომ შევქმნათ ამ მოთხოვნის. მადლობა, წარმატებები. ну რაღაცნაირად ხო კი ბატონო. ანუ აქ რა არის ასევე მნიშვნელოვანი რა პროფესიული სასწავლებლების პროგრამებში ამ კურიკულუმებში ჩადებული არის ასევე როგორც ჩემთვის არის ცნობილი როგორც შრომის უსაფრთხოების კომპონენტები ასევე გარემოზე ზემოქმედების კომპონენტები.
და იმის დამიხედვით თუ სტუდენტი რომელ პროფესიას ეუფლება, ზუსტად იცის მის საქმიანობიდან, იმისი პროფესიიდან გამომდინარე, გარემოზე და გარემოს რომელ კომპონენტზე ახდენს ის ზეგავლენას და ზემოქმედებას, ყალი იქნება ეს ნიადაგი თუ ჰაერი და ასევე შრომის უსაფრთხოებიდან გამომდინარე კიდე რა ელემენტი, სულ ელემენტარულ დონეზე დაცვის ინდივიდუალური რომელი საშუალებები უნდა გამოიყენოს და კიდევ ასევე დამსაქმებელმაც რა უნდა უზრუნველყოს, ან რომელი სტანდარტი ზოგადად საერთაშორისო უნდა იყოს დანერგილი, არ უნდა იყოს თუ მხოლოდ საკანონმდებლო რეგულაციები რაც არის, ის იყოს მინიმუმ დაცული და ეს ერთი მხრივ უზრუნველყოფს თვითონ შესრულების ხარისხის აწევას და მეორე მხრივ კიდევ როგორც გითხარით და როგორც თავში ვახსენე, პროფესიული სასწავლებლების ასე ვთქვათ დაინტერესებული პირებით შევსება უზრუნველყოფას. კი ბატონო. ნუ ეს კი ბატონო, მაგრამ ეს გარდამავალი ეტაპიც ალბათ რაღაცით უნდა დაიწყოს და მადლობა. თუ კითხვები არ არის, მაშინ გთხოვთ ქალბატონო თამარ. ბატონო დავით, თქვენ თუ ჩათვლით ქალბატონი თამარი რომ რაღაცაზე თქვენ თავისუფალი ბრძანდებით ამ იმაში. ქალბატონ ნინოს შეკითხვით დავიწყებ. ну მანამდე რატო არ განვახორციელეთ ჩვენ ეს ცვლილება, რაც ასე ვთქვათ დღეს საკანონმდებლო ცვლილების და წინადადების სახით არის შემოტანილი. მანამდე ასე ვთქვათ გაიცემოდა დიპლომი, რომელიც იყო ატესტატთან, ასე ვთქვათ გათანაბრებული და რაღაცა ერთგვარად თითქოს არეგულირებდა ამ საკითხს სამართლებრივად, მაგრამ მოგვიანებით უკვე დადგა საჭიროება იმისა, რომ აი მაგალითად შეიძლება პირები, რომლებიც მე-9 კლასის ჩათვლით ამთავრებდნენ აღნიშნულ მაგალითად თუნდაც ექსტერნატის წესით ასე ვთქვათ გარკვეულ საფეხურის პროგრამას ძლევდნენ, ხო? ასეთ შემთხვევაში თითქოს აცდენაში მოდიოდა ატესტატების გაცემის ასე ვთქვათ საკითხი და იგივე მაგალითად დიპლომის დარეგულირების საკითხი. დღეს უკვე დღის წესრიგში დადგა საკითხი იმის გათვალისწინებით, რომ ანუ რეალურად პროფესიული განათლებას პირი, რომელიც ინტეგრირებული ფორმით ეუფლება სკოლაში, ანუ ამ ფორმულირებით მოხდეს, რომ მას ატესტატიც მივცეთ რეალურად და შემდეგ პროფესიულში თუ აქვს აი ამ მიმართულებით გაგრძელების შესაძლებლობა, იგივე ინტეგრირებული გაიაროს, პროფესიულის დიპლომი აიღოს, ან დაუშვათ მე-9 კლასის დონეზე შეუძლია რომ თუ პროფესიული მიმართულებით განვითარება აინტერესებს, გაყვეს ამ მიმართულებას, ან გააგრძელოს გზა და იგივე გაიაროს თუნდაც მე-10, მე-11 კლასები და მერე უკვე უმაღლესი განათლებისკენ რაღაცა უფრო გაყვალული აქვს შესაბამისად გზა. ანუ ამ ეტაპზე ეს საჭიროება დადგა, რომ უბრალოდ აი ატესტატის გაცემის პროცედურებთან დაკავშირებით გარკვეული პრობლემები არ ქონოდათ მათ. ჩავეკითხები. კი, ეხლა როგორც აკეთებთ, ეს ლოგიკურია და ესე უნდა ყოფილიყო. როდის მიიღეთ აი ეს პირველი ცვლილებები, როცა ეს არ იყო გათვალისწინებული, იმიტომ რომ რეალურად ყველა შემთხვევაში უნდა ყოფილიყო აღნიშნული, იმიტომ რომ რაღაც შემთხვევაში შეიძლება ატესტატს ვერ იღებს მოსწავლე, რაღაც შემთხვევაში შეიძლება პროფესიისწავლებლის დიპლომს ვერ იღებს და ამიტომ ერთად ინტეგრირებული როგორ უნდა ყოფილიყო, ან წარმოუდგენელია კი, გარკვეულწილად რთული იქნება და ეს ინტეგრირებული სწავლების ცვლილებები დაახლოებით როდის არის მიღებული, თუ შეგიძლიათ რო გითხრათ. ბოდიში თქვენის ნებართვით მე ჩავერთვები, ვინაიდან ქალბატონი თამარი იმ პერიოდში ჩვენთან განათლების სამინისტროს გუნდს მოგვიანებით შემოვარდა, წარსულზე მე მოგახსენებთ. პროფესიული განათლების კანონის თანახმად საშუალო პროფესიული პროგრამის განხორციელება, სადაც ინტეგრირებული იყო ზოგადი განათლების კომპონენტი, დაშვებული იყო და შესაძლებელი იყო. და ეს ხორციელდებოდა. როგორც ამას ახორციელებდა მხოლოდ პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულება. შესაბამისად, მაშინ გაიცემოდა პროფესიული განათლების დიპლომი თავის არსით, რომელიც კანონის თანახმად გათანაბრებული იყო და მოიცავდა საშუალო განათლების ატესტატსაც. ანუ იმ დოკუმენტის მქონე პირი ამალურად ითვლებოდა, რომ მქონდა სრული ზოგადი განათლებაც. ვინაიდან ეს პროგრამა არსებობდა და ჩვენ შარშან ბატონი გიორგი ამილახვარის მინისტრობის და მათი ინიციატივის დროს მოხდა, რომ გავხსენით ფართო წრე და ბავშვებს, რომელიღაცა მუნიციპალიტეტის სოფელში ცხოვრობს, კი არ ვუთხარით, რომ წადი ქალაქში და იმ პროფესიულს შენ თუ დაინტერესდები ამით სკოლას აქამშესადობა იმავე სკოლის ტერიტორიაზე გაგიხსნით ამ ჯგუფებს, ანუ ეს პროფესია შემოვიტანით პროგრამაში. ამიტომ ამის დაშვების ჩანაწერი გავაკეთეთ შარშან
მიმდინარე სესიების პერიოდში, რომელიც უკვე ამოქმედდა 24 სასწავლო წლიდან. უბრალოდ იგივე რედაქცია გავრცელდა, რომ მის დასრულების შემდეგ გაიცემდა დიპლომი, რომელიც გათანაბრებული იყო ატესტატთან. მაგრამ ვინაიდან ეს იყო სიახლე და სკოლის ბაზაზე ხდებოდა, აი ქალბატონი იმაც თქვა, რომ სკოლებში მოსწავლეების მხრიდან და განსაკუთრებით მშობლებიდან წამოვიდა შიში იმით, რომ მე რო დიპლომს რო დავათავებ, მე მაინც მინდა სკოლის ატესტატი მქონდეს. კი ეს დოკუმენტი ორივე ერთ და იგივეა, მოიცავს გათანაბრებულია, მაგრამ მაინც მე სრული ზოგადი განათლების დოკუმენტი დამაკავებიეთ ხელში. ამის გამოწავედი ჩვენ ბავშვებს აი იმ შეხვედრებზე, აი ერთ შეხვედრაზე ქალბატონი მინოც სადაც ესწრებოდა. მაშინ დაპირდა მინისტრმა, ამის საჭიროება არ არის, იმიტომ ის ისედაც მოიცავს ამას. ერთი დოკუმენტია, მაგრამ ვინაიდან თხოვნა იყო ამ ბენეფიციარების, რომ კი ბატონო, ჩვენ ორივე ფუძელი გვინდა, წავიდან განათლების სამინისტრო და დათანხმდა ამას, რომ შევიტარდით ცვლილებას, რომელიც მათს ეს გავრცელდებოდა და მომავალშიც მე ყველაზე, რომ ვინც საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას დაასრულებდა სკოლის ინტეგრირებულ ბაზაზე გულისხმობ, ის მიიღებს ორ დოკუმენტს, სკოლის ატესტატსაც და პროფესიული განათლების დიპლომსაც, რომლის თანახმადაც მას შეიძლება ჩვეულებრივად უსრულ ექნება სწავლა გააგრძელოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ან ორივე დოკუმენტი წარადგინოს, ან ერთ-ერთი, იმიტომ ორივე ერთი ტოლფასია. ან შესაბამისად სწავლა გააგრძელოს პროფესიული მიმართულებით. ამან გამოიწვია ამ ცვლილების წარმოქმნა. თუ არა ხარვეზი თავიდან არ ყოფილა, იმიტომ რომ ის დოკუმენტი ისედაც მოიაზრებდა ამ დოკუმენტის არსებობას. უბრალოდ ვინაიდან ბენეფიციარების თხოვნა იყო, ჩვენც ამიტომ გავითვალისწინეთ მასით თხოვნა. იმათ, ბანაჩენ კითხვებს ქალბატონი თამარი? კი ბატონო, იქ დაისვა ასევე კითხვა პროფესიული განათლების, ასე ვთქვათ, პერსპექტივასთან დაკავშირებით, როგორი განვითარება შეიძლება მას ჰქონდეს. დღეს აი აღინიშნა კიდევაც, რომ 20 საჯარო სკოლაში უკვე წარმატებით დაინერგა ეს ინტეგრირებული, ასე ვთქვათ, პროგრამები, რომლებიც მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს აძლევს შესაძლებლობას, რომ ასე ვთქვათ, სკოლაში სწავლის პარალელურად მათ ასევე მიიღონ გარკვეული გამოიმუშავე პროფესიული უნარჩვევები, ერთგვარად რაღაცა წამახალისებელი შეიძლება იყოს ეს იმ კუთხით, რომ რაღაცა თუნდაც პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობის მიზნით რა პროგრამებიც დაინერგა ამ მიმართულებით 23 პროგრამა არის დანერგილი გარდა იმისა, რომ 2024 წლისთვის 20 სკოლაში გახორციელდა აღნიშნული ინტეგრირებული პროგრამა, დამატებით კიდევ 31 სკოლაში 2025 წლისათვის უფრო ფართოვდება ეს არეალი და შეტანილი იქნება ეს ინტეგრირებული პროგრამები. ამაზე რაღაც ერთგვარი სურათიც არის რაღაცა სტატისტიკური თვალსაზრისით შექმნილი, რომ ძალიან ბევრი ახალგაზრდა დაინტერესდა, აი დაახლოებით აქ მაქვს მე მონაცემები ამ პერიოდისათვის 2024 წელს დაახლოებით 310 მოსწავლე იქნა, ასე ვთქვათ, აღნიშნულ პროგრამაზე რეგისტრირებული და როგორც გითხარით 2025 წლისათვის კიდევ უფრო გაფართოვდება არეალი ამ პროგრამების. არის 6 უნიკალური, ასე ვთქვათ, პროგრამა კიდევ გარკვეული, ასე ვთქვათ, პროფესიული უნარჩვევების გამომუშავების მიზნით სთავაზობენ გარკვეულ მათთვის საინტერესო, ასე ვთქვათ, მიმართულებებს. ძირითადად, ასე ვთქვათ, მეც დავინტერესდი აღნიშნული საკითხით, რადგან ეს პროფესიული მიმართულება ჩემ საკურატორო სფეროს რეალურად არ წარმოადგენს, მაგრამ ნუ ბუნებრივია, მეც მაქვს, ასე ვთქვათ, გარკვეული შეხედულებები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და რეალურად როცა დაისვა ეს კითხვა, რომ რა განაპირობებს აი ამ პროგრამების შეთავაზებას თუნდაც რეგიონებში, ანუ ეს არის განპირობებული ძირითადად შრომის ბაზრის კვლევიდან გამომდინარე. თითოეული რეგიონის საჭიროებაზე რა მიმართულება არის მორგებული, იმის მიხედვით იყოს შეთავაზებული უკვე გარკვეული პროგრამებიც. ეს ამან რეგიონების განვითარებასაც შეუწყოს რეალურად ხელი და ის მოსწავლეები, სტუდენტები, რომლებიც რეალურად ამ რეგიონის წარმომადგენლები არიან, მათთვისაც იყოს რაღაცა ერთგვარი წამახალისებელი, ის რომ რაღაც ახალ პროფესიას დაეუფლონ. გარდა იმისა, რომ სკოლაში სწავლობენ, პარალელურად სხვა უნარჩვევები გამოიმუშავებენ, რაღაც დამატებითი შემოსავლის წყარო გაუჩნდეთ. ძირითადად აი ბატონი ზუიასაც ვესაუბრებოდი დასაწყისში, ძირითადად არის ყველაზე უფრო მოთხოვნადი ისეთი მიმართულებები, აი როგორიც არის ფოტოგრაფია, იგივე მაგალითად ბაღის დიზაინი, სარესტორნო ბიზნესი, სასტუმრო მომსახურების გაწევა და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით განსაკუთრებით დაინტერესებას გამოხატავენ ეს, ასე ვთქვათ, მოსწავლეები და სკოლაში სწავლის პარალელურად უკვე დამატებით ეუფლებიან გარკვეულ პროფესიას.
კი ბატონო, ერთი საკითხი კიდევ ეხებოდა პროფესიულისა და ასე ვთქვათ სკოლების კვეთას, რომ რაღაცა დუბლირება არ გამოიწვიოს ამან პროგრამების. რეალურად როგორც დასაწყისში აღნიშნულ ინტეგრირებულ პროგრამებს ახორციელებენ როგორც ასე ვთქვათ ზოგადი განათლების ასე ვთქვათ სფეროში, ასევე პროფესიული განათლების და მათ შორის უმაღლესი განათლების ასე ვთქვათ მიმართულებითაც გვაქვს ჩვენ პროფესიული სწავლების შეთავაზება. რა თქმა უნდა, პროგრამები არის განსხვავებული, იქ უფრო მეტად ასე ვთქვათ უმაღლესების კუთხით არის გათვალისწინებული უფრო მეტი შესაძლებლობა, უფრო მეტად გაიღრმაონ ცოდნა და შესაბამისი ასე ვთქვათ დიპლომიც მიიღონ კონკრეტული სფეროს განვითარების მიხედვით, მაგრამ ის რომ რაღაცა ამან დუბლირება გამოიწვიოს და გარკვეული რაღაც პროფესიების ჩაკეტვა ან რაღაცა ერთმანეთთან შეთავსებაში ვერ მოვიდეს ეს სხვადასხვა საფეხურზე არსებული პროფესიული განვითარების ხელშემწყობი პროგრამები, ამის ალბათობა, რა ვიცი, შეგვიძლია ამ ეტაპზე გამოვრიცხოთ და დანარჩენის უკვე სამომავლო პერსპექტივის საკითხია, მომავალში უკვე როგორ შეიძლება რომ განვითარდეს ამ კუთხით, თუნდაც ყველა ეს საფეხური, როგორც ასე ვთქვათ სკოლებში, ასევე პროფესიულ სასწავლებლებში და იგივე უმაღლეს სასწავლებელში პროფესიული განათლების დაუფლების კუთხით. ხო, კადრების საკითხი იყო კიდევ, ანუ ვინ არიან, ვინ შეიძლება განახორციელოს აღნიშნული პროგრამები. რა თქმა უნდა, ჯერ ერთი ის, რომ შემუშავებულია ამასთან დაკავშირებით გარკვეული სტანდარტები, თუ როგორ უნდა ისწავლებოდეს აღნიშნული პროგრამები, რაზე უნდა იყოს ორიენტირი გაკეთებული და შესაბამისად უზრუნველყოფილია ისიც, რომ ხდება აღნიშნული, ასე ვთქვათ, დაინტერესებული პირების პროფესიული გადამზადებაც, ვინც უზრუნველყოფს უკვე აღნიშნულ, ასე ვთქვათ, პროგრამებზე კონკრეტული სახის პროგრამის გახორციელებას. ამაშიც, რა თქმა უნდა, აქტიურად არის ჩვენი სამინისტრო ჩართული, რომ ამ მიმართულებით სხვადასხვა, ასე ვთქვათ, პროგრამები განახორციელოს რეალურად, ასე ვთქვათ, ის პირები, რომლებიც მერე ამ მიმართულებით, როგორც მასწავლებლები, ასევე იქნებიან დასაქმებული. დაზუსტება ხო არ გინდათ? ერთი ესეთი შეკითხვა მაქვს. ანუ იმ სკოლის მოწაფე უნდა იყოთ აუცილებლად თუ სხვა სკოლიდანაც შეიძლება რომ ამ პროგრამაში ჩაერთო სკოლის მოწაფე? მოგახსენეთ ბატონო ირაკლი, როდესაც სკოლა ამ პროგრამას თავაზობს ბავშვებს, ბუნებრივია ჯგუფი გამოყოფილია რაოდენობით, ლიმიტირებულია, უპირატესობა ენიჭება ჯერ არსებული სკოლის მოსწავლეებს და ბუნებრივია თუ იქ თავისუფალი ადგილი დარჩა, შესაძლებელია ნებისმიერი სხვა დაინტერესებული მასაკობრივი ჯგუფის მქონე პირი იყოს ჩარიცხული და სწავლობდეს ამ პროგრამაზე. იცით რა მაინტერესებს? სკოლაში ინტეგრირებული პროფესიული სასწავლებელი ემსახურება, ასე ვთქვათ, მხოლოდ იმ სკოლის მოსწავლეებს თუ დამოუკიდებლადაც შეუძლია თუ ფუნქციონირებს როგორც დამოუკიდებელი პროფესიული სასწავლებელი? კი, აგითხრათ. იგივე, ხო? უფრო ზუსტად უფრო მეტად გავშლი. ანუ სკოლა თავაზობს იმეტებს საშუალო საფეხურზე იმატებს პროგრამას, რომლის თანახმადაც მას შეიძლება საკუთარ მოსწავლეებს შესთავაზოს საშუალო პროფესიული პროგრამა, რომელიც მოიცავს სკოლის კომპონენტსაც. ეს ჯგუფები არის ბუნებრივია ლიმიტირებული და თუ არსებული ბავშვების ჯგუფი სრულად დაკომპლექტდება, მაშინ ბუნებრივია სხვა სკოლის მოსწავლე აქვე ჩააბარებს. მაგრამ თუ სკოლას ადგილები დარჩება, ნებისმიერი სხვა მომიჯნავე თუ თუნდაც იმ რეგიონში ახლომდებარე მოსწავლეს, ხო, არა, სკოლის მოსწავლე უნდა იყოს ასაკობრივად. ნახეთ, მე მაგალითად დასრული ვერ ჩავაბარებ. ანუ საშუალო საფეხურის მოსწავლე უნდა ვიყო, შეძლებ აქ ჩაბარებას. რაც შეეხება ამის გაგრძელება, არის კოლეჯს ხო არ შეეხება. ნახეთ, კოლეჯს გარდა საშუალო პროფესიული პროგრამების აქ კიდე სხვა პროგრამებიც, მათ შორის უმაღლეს პროფესიული პროგრამები. ამიტომ თუ სტუდენტი, მოსწავლე საშუალო პროფესიული დასრულების შემდგომ გააგრძელებს სრული ექნება ის პროფესიაში დარჩეს, პროფესიულ განათლებაში დარჩეს, მას უკვე შეიძლება მისთვის სასულე პროფესიულ კოლეჯში შესაბამის საფეხურზე, სადაც შესაბამის წინაპირობა უკვე დაკმაყოფილი იქნება, მეოთხე, მეხუთე დონის პროფესიულ საგამოწმო პროგრამებზე გააგრძელოს ჩვეულებრივად სწავლა. ანუ ამის შესაძლებლობას მოკლედ ფართოდ ვაძლევთ. მადლობა. მე მგონი ამოვწურეთ საკითხი გამომდინარე აქედან. ვფიქრობთ, რომ დადებითი პასუხი უნდა იყოს დასკვნა კომიტეტისა ამ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს ამ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხის კიდევ უფრო სრულად და გამართულად ფუნქციონირებისთვის არის აუცილებელი.
ვინ არის მომხრე, რომ ჩვენ მხარი დაუჭიროთ და პლენარული სხდომისათვის დადებითი დასკვნა. მადლობთ, საკითხი განხილული არის. მადლობა, შეგიძლიათ. კი ბატონო. შემდეგი საკითხი. კი ბატონო. კი ბატონო. შემდეგი საკითხი გახლავთ საქართველოს მოქალაქეების ზურაბ ვანიშვილის, ზურაბ ღლონტის, როლანდ კოჩაძისა და ბესი ქათამაძის მიერ წარმოდგენილ კარგაბრძანდებოდეთ საკანონმდებლო წინადადება ქალაქების კვარტლებისათვის საერთო კრების ჩატარების და კვარტლის რჩეულის არჩევის უფლების მინიჭების თაობაზე. ამ საკითხთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული არის აი ამ ზემოთ ხსენებული საკითხი კანონით არის დარეგულირებული. კონკრეტულად მაინც წავიკითხავ შინაარსობრივად უფრო გასაგები იყოს რაზეა საუბარი. წავიკითხავ და ბატონ ვანიშვილსაც გადავწყვეტ. კი ბატონო. კანონში წერია უკვე ეს ინიციატივაც აქვს. ესე იგი შინაარსი რაში გახლავთ, რომ საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიუთითებენ, რომ საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 95 მეორე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს მოქალაქეთა თვითმმართველობის განხორციელების ისეთ ფორმას, როგორიცაა დასახლების საერთო კრება, არ განსაზღვრავს თუ როგორ მოახდინოს ქალაქის მოსახლეობამ აღნიშნული მუხლით დადგენილი უფლებების რეალიზაცია. ამის დასასაბუთებლად საკანონმდებლო წინადადების ავტორები მიუთითებენ ამავე მუხლის მეოთხე პუნქტზე, რომლის თანახმად ეს კანონი განსაზღვრავს საერთო კრების უფლებამოსილებებს მისი მოწვევისა და საქმიანობის წესს იმ დასახლებებისათვის, რომელშიც რეგისტრირებულია ამორჩეველთა რაოდენობა 2000 არ აღემატება. ანუ მოკლედ ეს წესი მოქმედებს 2000 ამორჩევლამდე. შესაბამისად, საკანონმდებლო წინადადების ავტორებს მიაჩნიათ, რომ იმ ქალაქის მოსახლეობა, რომელშიც რეგისტრირებულ ამორჩეულ რაოდენობა აღემატება 2000, მოკლებულია უფლებას ჩაატაროს საერთო კრება და აირჩიოს საერთო კრების რჩეული და გვთავაზობენ კანონის ამ მუხლის მეოთხე პუნქტის ახალ რედაქციას. და ამ ახალი რედაქციის შინაარსი გახლავთ ის, რომ 5000 ადამიანამდე ამორჩევლამდე არის აწეული, ასე ვთქვათ, ეს კვოტა. ხა ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით. წარმოდგენილი საკანონო წინადადება არ შეიძლება დავითანხმოთ, რადგან ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 95 მეორე მუხლი ეხება ყველა დასახლებას და ცალკე პუნქტად არ არის გამოყოფილი შემთხვევაც, როცა დასახლებაში მცხოვრებ ამორჩეველთა რაოდენობა აღემატება 2000. კერძოდ, კოდექსის 95 მეორე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად იმ დასახლებაში, რომელშიც რეგისტრირებულ ამორჩეველთა რაოდენობა 2000 აღემატება, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია ამ მუხლის 5000-ია თუ 15-ია? 15000, დიახ. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საერთო კრების უფლებამოსილებები, მისი მოწვევისა და საქმიანობის წესი განსაზღვროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით. ანუ კანონი ამას ითვალისწინებს და შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოს ამ, ასე ვთქვათ, წესის და ყველა პირობის განსაზღვრის უფლება აქვს. აგრეთვე ამ დასახლებაში შექმნას რამდენიმე საერთო კრება და ამ კანონის გათვალისწინებით განსაზღვროს მათი უფლებამოსილებანი, სახელწოდებები და საქმიანობის წესი. ანუ კანონით ეს საკითხი უკვე დარეგულირებული არის, ამიტომ ცალკე ჩანაწერის გაკეთება ბუნებრივია, არ არის მიზანშეწონილი და ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საქართველოს პარლამენტის რეგიონალური პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტს მიზან შეუწონლად მიაჩნია საკანონმდებლო წინადადებით წარდგენილი ცვლილების განხორციელება და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 105 მე-6 პუნქტის შესაბამისად ცნო უარყოფითად, ანუ უარყოფითი დასკვნა გვაქვს ამასთან დაკავშირებით. გთხოვთ ამ დასკვნას ვინ უჭერს ხარს? კი ბატონო, გადაწყვეტილება მიღებულია, დღის წესრიგით განსაზღვრული რამე შეკითხვა ხوار აქვს სხვა საკითხთან დაკავშირებით. დღის წესრიგით განსაზღვრული ორივე საკითხი განხილულია, ამით კომიტეტის სხდომა დასრულებულია. მადლობთ.